მიდივართ Allstone-ის ქედის დასალაშქრად. იქ ზემოთ ქედთან არის Allstone-ის ტბა და ვიბანაო იქ მთაში. ამინდი კარგია, ცოტა ყვამლია, მაგრამ ეგ არაფერი. всё, წავედით Allstone-ის ქედის დასალაშქრად. გოგოებო, შემართება ხო გაქვთ? აბარა. ბილიკი არის, უმეტესად ტყეში დადიხარ. აღმართებიც არ არის ძალიან ცუდი, ანუ ისე ვთქვათ. არ შეჭამო გეხვეწებით, თორე ვერ ჩახვალ ედმონტონში აქედან შიდობით. კარგია ქართველებთან ერთად ლაშქრობა. ამზადოთ მეორე თორს ალაშქროთ. წინა კომპანიაში რომ ვშავდი იქ იმის გამო ძნელი იყო ჩემთვის ლაშქრობა, მაგრამ ეხლა ვერც ვილაშქრებ ხოლმე. ასე რომ ესეთი წიწოვანი ტყე არის, გოგოები. ლევანის ანგელოზები არიან ესენი. ხო არის ჩარლის ანგელოზები, თქვენ ხართ ლევანის ანგელოზები. მაგარია, კარგია. საქართველოდან ამ სიშორეზე ქართველებთან ერთად ლაშქრობა. ეს პირველი ხედი, ტყიდან გამოვედით. იქ არის აბრაამის ტბა. უკვე აქედან 2 კილომეტრი ნახევარია თითქმის აქედან უკვე ცოტა მეტი აღმართი იწყება. გოგოები ფოტოებს იღებენ. აქედან უკეთესად ჩანს. პირველივე მარჯვენა მხარეს სიმბიას ხედავთ? აი იქ ავდივართ. მაგითო ვიდეოს გადაღება დავიწყე. აუ, კარგი იყო. კარგი იყო, როგორ გაჩუმდნენ უცბად. ივა მიუყვები, ჩემი გზებით, მე ჩემ ფარაშა. არაფერი ჯობს ქართველებთან ერთად ლაშქრობა. როგორ არის? მოდედულეთო. გულისაგულეთო. მომღერალი ყოლია. ნახე, ხათო. ახალმა კაცმა ქუთაისოს სიმღერა არ ვიცი რა ვქნა. აი, მოიცადე არაფერი, ინტერნეტი არა, სიმღერა რო ჩავთ. ხათო შენ ხშირად უნდა იარ ჩვენთან ერთად ლაშქრობებზე. ზესტაფონო ვიცი, ზესტაფონო გშორდები. შორს მიდივარ, მივაგემში დობები. ვაიმე ჩემო ვენახო. შვიდწელიწად ვერ ნახო. ესე ვაფრთხობთ ქართველები კანადის მთაში დათვებს. მეც მეშენია სიმაღლე, აქ არა. და ნინო დაწოწიალობდა. ხასავით. გამოდივე. Allstone-ის რიჯი, აბრაამის ტბასთან, მოვჩით აქაურობას, ჩავალთ აი ამ პატარა Allstone-ის ტბაზე, ვიბანავებთ, დავისვენეთ და წავალთ უკან. აიდა. ესეთი პატარა ბილიკია ტყეში, ტბასთან მისასვლელი. ესეც Allstone-ის ტბა. ეს სულ არის Crownland-ი, აქ შეგიძლიათ ღამე დარჩეთ. დადგათ ეს ცეცხლიანთო ალბათ ვიღაცას. კი, აქ კემპინგი შეიძლება, ნებადართულია. ახლა ვიბანავებ აქ მე.
ტბას არაფერი გქონდა. რა ქვია იმ ცხოველს ნუტრია თუ რა ქვია წყალში რო დაიცე დამა otter. ედა აუ რა კარგია. კიდევ ფაქტ თუ ამოხოთ შეგიძლიათ დარჩეთ ღამე არანაირი ფერმიტი არ გინდათ მოიტანეთ თქვენი კარავი ამ ტბაში შეგიძლიათ ითევზაოთ ზუსტად არ ვიცი რა თევზი არის მაგრამ თევზი არის ვიცი და ხალხი თევზაობს შეგიძლიათ ეს ადგილას დაანთოთ ცეცხლი დადგათ კარავი დაისვენოთ სიწყნარში და სიმშვიდეში ძალიან მაგარი ადგილი არის ეს აუ რა კარგი ტიპი არის როგორი სუფთა წყალი არის ზღვის დონიდან ვართ სადღაც 2500 მეტრზე შეიძლება 2800-იც მასე ბილიკი არის გავუყვებით ამ ბილიკს წავალთ მანქანასთან თევზაობენ ბავშვები არიან მართლა ესეც 1 სექტემბერი 2025-ის ოლსტაუნის ქედი ოლსტაუნის ტბა იმედია სანამ დაზამთრდება კიდე ერთ ორ ლაშქრობას მოვასწრე ნანას დაცხა მე რო არ დამბრალდეს რა კაია გზად არის კიდე ერთი ჩანჩქერი ქვია Crescent Falls ხო და სახლისკენ გზას მიმავალი არის და ბარემ იქეთ შევივლით ძალიან მარტივი ბილიკი არის ნეროდ გადასახედია ჩანჩქერზე დაახლოებით 800 მეტრიან მთლიანი ბილიკი იქ შევივლით მე სადმე შევჭამთ რამეს და მე რედიში წავალ როგორ ჩემთან უყენიათ მანქანა წინ ვარ იქ და ედმონტონში წავალ აი ესეთი ბილიკი არის აქ ადამიანი დაიღუპა ამ ჩანჩქერზე გადავარ და რამოდენიმე წლის წინ და დახურული იყო რამოდენიმე წელი მე ეს ბილიკი თავიდან ააშენეს მთლიანად ეს ანუ ამყოფი ვარ წლების წინ ეს საერთოდ არ იყო არაფერი ეს ააშენეს და ქვემოთაც პლატფორმა გააკეთეს ჩანჩქერზე გადასახედი ადრე ჩადიოდი პირდაპირ ჩანჩქერის დაბლა შეგეძლო ჩასვლა ხა ეს ძალიან ფეშენებელური ბილიკი არის ასე ვთქვათ ეს არის უფრო ტურისტებისთვის და ანუ აქ სალაშქრო არაფერი არ არის რა მიოლნახე დავიფყარიოთ როგორ არის ეგ თემა არის მოხედით ფეხით გამოიარე წახვედი აი ეს არის Crescent-ის ჩანჩქერი ადრე აი ეგ არისო ჩადიოდი პირდაპირ და ანუ აი აქ მაქვს ფოტო გადაღებული რიკიბები აშენეს ჩადიხარ იქიდან არის გადმოსახედი ჩავალთ ახლა მან ჩვენც ადრე აი ეგ დაბლა ჩასული ვარ ბოლომდე ბევრჯერთან ეს მეორე ჩანჩქერი ასე დრონის ვიდეოც მაქვს გადაღებული და იმასაც შევეცდები რომ დაურთო ამ ვიდეოს თამარი დაიღალა და შია. თამარ შია. შია თამარ.